ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღე აჭარის მთიანეთში ტრადიციულად ბეშუმში აღინიშნა. შუამთობა აჭარაში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი და ემოციური დღეა. ღონისძიება, რომელსაც დიდი ისტორია აქვს, წელსაც სპორტული და კულტურული აქტივობების ფონზე წარიმართა და ამ რეგიონის სტუმართმოყვარეობა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა. სახალხო დღესასწაულზე შეკრებილებს სიტყვით აღმასრულებელმა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიმართეს. აგვისტოს პირველ კვირას აჭარის მთიანეთში ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი დღე დგება. დღე, როდესაც აქაურობა ადგილობრივების და დამსვენებლების გარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრებით ივსება. ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გასართობის სპორტული, მუსიკალური ღონისძიებების მრავალფეროვანი არჩევანი დაგხვდებათ, მაგრამ შუამთობის დღესასწაული პირველ რიგში ყველა თაობის გაერთიანების და საკუთარ ფესვებთან დაბრუნების დღეა. ეს ადგილი არის გაერთიანების სიმბოლო ერთგვარი და სიყვარულის სიმბოლო ასევე, სადაც ერთმანეთს ჩავეხუტებით, მოვეფერებით და ბევრ სიყვარულს და სიტყვას გადავცეთ ერთმანეთს. დიდი სიამოვნებით ყველა წელიწადს მოვიდოდი ჩემ შვილებთან ერთად. გადასარევია. აი ძალიან ლამაზია ყველაფერი. ჩვენთვის დაგვახვედრეს ძალიან ლამაზად გარემო გაკეთებული და რავი ძალიან კარგია. განსაკუთრებული ხიბლი აქვს ამ თემს, მის ჰაერს. და რა ვიცი, ხალხს თუნდაც თავიანთი სტუმართმოყვარეობით და რა ვიცი, კეთილი გულით. ძალიან დიდი ემოციებით ხდება ყველა და საგანგებოდ ამზადებიან მთელი წლის განმავლობაში. ამ დღესასწაულს დიდი ისტორია აქვს. ყოველ წელს ადგილობრივები ამ მთაზე იკრიბებიან და სტუმრებსაც სიხარულით მასპინძლობენ. ბავშვებთან ერთად ამ დღეს მოუთმენლად ელოდებიან ასაკოვნებიც. ისინი, ვისაც ბევრი წლის წინ გამართული დღესასწაულებიც ახსოვთ. რა თქმა უნდა, ძველიდან არის, ჩვენი წინაპრებიდან არის დარჩენილი და მოდის ყოველწლიურად ხალისიანი, გამართობელი ხალხი მოდის ერთმანეთს ნათესავია თუ შორიდან, კახეთიდან, იმერეთიდან, სულ ყველა ძალიან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანები ერთმანეთთან. აჭარის დღესასწაულები და მით უმეტეს შუამთობა მუსიკის გარეშე წარმოუდგენელია. მუსიკა და ცეკვა კი ყველაზე მეტად ერთ ანსამბლთან ასოცირდება. ადგილობრივმა უხუცესებმა განსაკუთრებული კოლორიტი აქაურობას წელსაც შემატეს. კიდევ ორი რამ, რის გარეშეც დღესასწაული არასდროს ჩაივლის ჭიდაობა და დოღია. ახალგაზრდები ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. წელს დოღში პირველობა ორ დისტანციაში ხულუელებმა არავის დაუთმეს. მონაწილეობა 5 წელია 6 დაჟე მეტი უმეტესად მოგებულები მაქვს და კიდევ ვაპირებ რომ მოვიგო და ბიჭებს უსვირო წარმატებას. ყველა ცხენოსანს გამარჯვებიოს და ასე ჩემსაც გახარებული ყოფილიყოს ცხოვრებაში. სახალხო დღესასწაული შეკრებილებს ოფიციალურმა პირებმაც მიულოცეს. ბეშუმში პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ. გამოსვლებში აქცენტი ამ კუთხის მნიშვნელობასა და იმ გეგმებზე გაკეთდა, რომლებიც ადგილობრივების ხელშეწყობას ისახავს მისნად. ჩვენთვის ღვთის განვითარება, კონკრეტულად მაღალმთიანი აჭარის განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება მაღალმთიან აჭარაში, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად აქტიურად გაგრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა იმისათვის, რომ განვითარდეს ზემო აჭარა და მაქსიმალურად გაიზარდოს კეთილდღეობის ხარისხი ზემო აჭარის მოსახლეობისთვის. შუამთობა არის აი პატარა მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს საქართველო, როგორ უნდა გადაეცემოდეს ტრადიციები, ღირებულებები, სიყვარული, სიხარული მომავალ თაობას. ეს შერწყმა არის სწორედ აქ წარმოდგენილი და ძალიან მახარებს, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ. ახალი ინფრასტრუქტურული პროექტებით, ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებით და ათვისებით ჩვენ შევძლებთ და მოვახერხებთ მაღალმთიან რეგიონში შეწყდება მიგრაცია, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი რეგიონის, ჩვენი მაღალმთიანი აჭარის განვითარებას. ზაფხული ბეშუმის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. მემთეორები აქ სეზონურად ამოდიან და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის პარალელურად დამსვენებლებსაც მასპინძლობენ. უკვე ხვალიდან ბეშუმში ისევ ჩვეული მთის სიწყნარეთ ადგება და მომავალი შუამთობის მოლოდინი დაიწყება.